სოფელ მეჯურისხევის მოსახლეობას კი უკვე 2 წელია რაც წყალი არ მიეწოდება ადგილობრივები წყლის მარაგისთვის ფეხით რამდენიმე კილომეტრს გადიან მათი განმარტებით წყალი რომელსაც დასალევად იყენებენ დაბინძურებულია და გაუფილტრავი არის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები ექნებათ მოსახლეობის თქმით მათ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების მიზნით არაერთხელ მიმართეს თუმცა მათი მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა ჭაბურღილები გააკეთეს, არა მუშაობს ის ჭაბურღილი თუ ჩადგება წყალი, აი 24 საათში ჩადგა, ხო? გამოუშვეს ახლა ეს რა უნდა გავუსვათ ეს ბინძური წყალი. და ხედავთ, აი ბოთლებით და ტაჭკებით და მთელი დღე სამარცხინოდ დავდივართ, იქიდან სიამოვნებით უყურებენ. ბედნიერი ცხოვრება რომ მოგვიტანეს. არ შეესა, არაფერი არ მოდის აბსოლუტურად. ჩვენ რა ვიცი, აი ეს არის ჩვენი საზღვარი, 500 მეტრში არ გვიშვებენ ასადაგას. და ვართ ხალხი აი ესე წყალზე კიდე და დღეში ხალხი. თელი ოჩა თელი თაფლინძრობა. თანა დღე გამოშვებით არის წყალი, დღე გამოშვებით. ხან ერთ უბანში, ხან მეორე უბანში.